სოფელში დედიკოსთან ერთად. ჩემი სოფელი მცხეთა-მთიანეთს ეკუთვნის. ხვალ უკვე უნდა წავიდე, იმიტომ რომ დაახლოებით 20 წელია მამა ჩემი გარდაცვლილია. რაიონში. ვანში ვხვდები, ოღონდ როდის მივდივარ, ჯერ არ მაქვს დაგეგმილი. ალბათ ანხვალ ან ზეგ. სახში ვხვდები და სადილს ვაკეთებ მეგობრებისთვის. თბილისში ვხვდები აღდგომას. რა თქმა უნდა, სასაფლაოზე წინაპრების ვაპირებ კვერცხის გაგორებას, დალევას. მე რავი თბილისში ვხვდები ეკლესიაში და მე ავდივარ საფლაოზე. რა თქმა უნდა, სახში უნდა ხვდებოდეთ ტრადიციულად. ამ ეტაპზე თბილისში, მაგრამ რაიონშიც აუცილებლად მოხვდებით. კახეთში მივდივართ ოჯახთან ერთად სასტუმროში. დასავლეთში. ქუთაისში. კონკრეტულად სად ქუთაისში, წყალტუბოში, რა ვიცი, ახლობლებთან ერთად გავალ მშობლების სასაფლაოზე მეუღლის და ესე შემდეგ. აღდგომას მე ეკლესიაში ხვდები. ლურჯ მონასტერში. თბილისში სახლში. ბუნებრივად როგორც ყოველთვის კვერცხს ვწყებავთ, პასკა, ჯეჯილი და ასე შემდეგ. თბილისში. ოჯახთან ერთად და სავარაუდოდ ტაძარში შევხვდები. მშობლიურ გურიაში. ჩემ მშობლებთან ერთად და ოჯახთან ერთად. ტრადიციულად, როგორც წესი და რეგია, აღყოფილი ვარ დიდი ხანია და წელს აუცილებლად მივდივარ. ოჯახში თავიდან რა თქმა უნდა და მე უკვე მეგობრებთან ესე სადმე თუ გარეთ გავალთ რა. სამსახურში. სახში ვუშაო და რავი სახლიდან შევხვდები სამსახურის სამებში. აღდგომას, როგორც ყოველთვის, მე და ჩემი ოჯახის წევრები შევხვდებით ეკლესიაში, ტაძარში, მათ როგორც ქართველი მართლმადიდებელი ადამიანები ესე შემდეგ. ტრადიციულად ყველაფერს, როგორც ესე. სოფელში ვხვდები, ჩემს სადაც ცხოვრობდი ადრე იქ. რა ვიცი, ტრადიციულად ბიძაშვილებთან ერთად და სხვა ნათესავებთან ერთად. მე სოფელში ვხვდები ჩემს ოჯახთან ერთად. კახეთში ხვალ წავალ ალბათ. ჩემ ოჯახის წევრებთან ერთად, ვინაიდან რადგანაც ყველა აქ ვყავს სამწუხაროდ და ეგ არის ოჯახთან ერთად ტრადიციულად როგორც ყოველთვის. ჩვეულებრივ ქართული მართლმადიდებელი ტრადიციებით ვხვდებით თბილისში არის დაკრძალული, მამა მყავს გარდაცვლილი. მე აფხაზიდან ვარ და გაიში მივდივარ, ჩემს სახლში დავხვდები.